ლუკას სახარება იწყება უფალ იესოს შობით. შემდეგ ლუკა გვიჩვენებს, რომ იესო იყო ისრაელის მესია, რომელიც ღვთის სასუფეველის შესახებ აუწყებდა ღატაკებს და რომ ის ღვთის მიერ ისრაელისთვის წარმოგზავნილი ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი გახლდათ. შემდეგ ნაწილში უფალი იესო თავის მოწაფეებთან ერთად იერუსალიმისკენ მიმავალ გრძელ გზას ადგება, სადაც ისინი სხვა ათასობით ისრაელიანს შეუერთდებიან პასექის ძველი დღესასწაულის აღსანიშნავად. ლუკას სურს, რომ ფერისცვალების მთიდან იერუსალიმამდე მიმავალმა გზამ შეგვახსენოს დიდი ხნით ადრე ისრაელის მიერ განვლილი გზა. მოსესთან ერთად ისრაელი სინაის მთიდან აღთქმული ქვეყნისკენ გაემგზავრა. მოგვიანებით კი მეფე დავითმა დედაქალაქად იერუსალიმი აქცია. აქ ლუკა ახალ მოსედ წარმოგიდგენს იესოს, რომელიც აახლებს ღვთის წინაშე ისრაელის მიერ დადებულ აღთქმას. წარმოგვისახავს ახალ დავითად, რომელიც ხალხს ერთად კრებს თავისი მმართველობის ქვეშ. იესო თავის მიმდევრებს გზავნის წინ, რათა მათ მოამზადონ ყოველი ახალი ადგილი მის დასახვედრად. შემდეგ თავადაც მიდის და ხალხს აუწყებს ღვთის სასუფეველის შესახებ. მოუწოდებს, რომ გაყვნენ მას და გახდნენ იმ დიადი საქმის ნაწილი, რასაც ღმერთი იქმს ისრაელში. სახარების ამ ნაწილში იესოს მიერ წარმოთქმული ბევრი სწავლება დაიგავია, განსაკუთრებით იმის შესახებ, თუ როგორ ცვლის იესოს კვალდაკვალ სიარული თქვენს შეხედულებას ფულის, უთანხმოების მოგვარებისა და ღარიბთა მიმართ დამოკიდებულების შესახებ. ყოველ ქალაქში იესო თავის გარშემო კრებს ადამიანებს, რომლებიც სწავლობენ იმას, როგორ იცხოვრონ სრულიად ახლებურად, რათა სიხარბე გულუხვობად იქცეს, ხოლო რისხვა პატიებად. იესოს მიმდევართა ამ ჯგუფებში კი ყველა გარიყულისთვის არის ადგილი. ხო, სახარება ღარიბებისთვის, ეს ლუკას სახარების ერთ-ერთი მთავარი თემაა. დიახ, ამ ნაწილში ხშირად ნახავთ მას. გარიყული ადამიანები, რომლებსაც ის კურნავს, შერცხვენილი მეძავები, რომლებსაც მიუტევებს და ეხმარება, მებაჟეები, რომლებსაც იღებს, ეს ადამიანები იესოს სასუფეველის გუნდია. ისრაელის რელიგიური წინამძღოლები კი თვალს ადევნებენ და განსჯიან მას. თუ ის მართლაც ღვთის წინასწარმეტყველია, რატომ იღებს ცოდვილებს და რატომ ჭამს მათთან ერთად? ხო, სახარების ამ ნაწილში თითქოს შეჯიბრების შესახებ უკითხულობთ. იესო ამ სადილებს იყენებს როგორც სიმბოლოს იმისა, რომ ღვთის სასუფეველი სნეულთა და ღარიბებისთვისაც არის. მათთვის, ვინც ვერასოდეს შეძლებს, რომ უფალს საზღაური დაუბრუნოს. იესო ისრაელის რელიგიურ წინამძღოლთა სახლებსაც სტუმრობს სადილისას და ამხილებს იმაში, რომ მათ ამ პარტავნული, ყველასთვის მიუწვდომელი სოციალური კლუბი შექმნეს. ისინი ვერ იგებენ ამას, რის გამოც იესო ცნობილი გავს უყვება მათ. ერთ მამას ორი ძე ჰყავდა. უფროსი ძე იმსახურებს ნდობას და პატივს სცემს მამას. უმცროსი ძე კი გზააბნეული და თავქარიანია. ის მამას ეურჩება, მემკვიდრეობას სთხოვს, მიდის შორეულ ქვეყანაში და ფულს ქეიფსა და დროს ტარებაში ანიავებს. შემდეგ იმ მიწაზე იწყება შიმშილობა და უმცროს ძეს ფულიც ელება. თავის გადასარჩენად ის იძულებული ხდება, რომ ვიღაცის ღორები მწყემსოს. იმდენად დამშეულია, რომ ღორების საკვების საჭმელადაც კი მზადაა. თუმცა სწორედ ამ დროს ხვდება, მოჯამაგირედ თუ უნდა ვიმუშაო, წავალ და მამაჩემს დაბუდგები მოჯამაგირედ. ღორების საჭმელს მაინც აღარ შევჭამ. დგება და მიდის შინ. გზად კი ფიქრობს, როგორ მოუბოდიშოს მამას. მამა დარწმუნებულია, რომ თავისი ძე შიმშილს ვერ გადაურჩებოდა, თუმცა ერთ დღეს ხედავს, რომ გზად ვიღაც მოდის. ეს ხომ მისი ძეა, ის ცოცხალია. მამა გარბის მისკენ დაეხვება, კოცნის და იხუტებს. ამ დროს ძე ეუბნება მამას. მამა, არ ვიმსახურებ, რომ შენი ძე ვიყო. შემიძლია, რომ მოჯამაგირედ მაინც დაგიდგე. თუმცა მამამ სიტყვის დამთავრება არ აცადა. მსახურებს უხმო, რომ საუკეთესო სამოსელი, ახალი სანდლები და ბეჭედი მოეტანათ მისთვის და საუკეთესო საკვებიც მოემზადებინათ ნადიმისთვის. ზე იმის დროა. იმ დღესვე მოგვიანებით უფროსი ძმა ბრუნდება შინ. დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ და ხედავს, რომ თავისი დიდი ხნის წინ დაკარგული ხელმოცარული ძმა დაბრუნდა და ისინი ზეიმობენ, ის ბრაზდება და ფიქრობს, რომ თავად ამდენი წელი ერთგულად ემსახურებოდა მამას და ამგვარი ნადიმი მისთვის არ გაუმართავთ. ეს უმადური უმცროსი ძმა კი შენ ბრუნდება და ამას აღნიშნავენ? რა საზიზღრობაა? უფროსი ძმა უარს ამბობს ზეიმში მონაწილეობაზე. მამა პაულობს მას გარეთ მყოფს და ეუბნება, შვილო, შენ უკვე ხარ ჩვენს ოჯახში. ყველაფერი რაც მაქვს შენია, მაგრამ უნდა ვიზეიმოთ შენი ძმის დაბრუნება, რადგან დაკარგული იყო და გამოჩნდა, მკვდარი იყო და გაცოცხლდა. იესოს სურს, რომ რელიგიური წინამძღოლები ისევე უყურებდნენ გარიყულ ადამიანებს, როგორც ღმერთი უყურებს მათ, ძეებსა და ასულებს, რომლებიც თითქოს მკვდრები იყვნენ და გაცოცხლდნენ. იესოს სასუფეველის კარი ფართოდ იყო გაღებული ნებისმიერი ადამიანისთვის. შესვლის ერთადერთი პირობა მხოლოდ ისაა, რომ თავი დაიმდაბლოთ და აღიაროთ, რომ გჭირდებათ ღვთის წყალობა. რელიგიურ წინამძღოლთა მიერ იესოსა და მისი მორწმუნეების უარყოფა ისრაელის ღმერთის უარყოფას ნიშნავს. მათ არ მოსწონთ ეს ყოველივე. იესოს გზა მთავრდება და ამასთან უთანხმოებაც უკიდურესად იზრდება. დიახ, იესო იერუსალიმში შესვლას აპირებს პასექისთვის. ისინი კი მოკლას უპირებენ მას. ამის შესახებ კი ლუკას სახარების მომდევნო ნაწილშია მოთხრობილი.